მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. დიდი ხანია არ შევხვედრილ ვართ ერთმანეთს. პირველ რიგში გილოცავთ ახალ 2019 წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, რაც თავარია ჩვენთვის ჯანმრთელობაა ადამიანებისთვის და დანარჩენი ყველაფერი იქნება. დღეს ვიმყოფებით დიღმის ტბებზე, ჩამოვედით, გვაინტერესებს ქორჭილაზე ვითევზავებთ. პირველი თევზაობაა 2019 წელს და იმედი მაქვს, რომ რაღაც წარმატებული წელი იქნება და დავიწყებთ წარმატებით. თუმცა თავარი არის რომ გამოვედით ბუნებაში და უკვე ვახერხებთ თევზაობას. აქვე მინდა მეგობრებო გთხოვოთ ყველას, ჩემს გამომწერებს, ჩემს მაყურებლებს, რომ ჩვენმა მეგობარმა ნიკოლოზ გარსენიშვილმა ძალიან კარგმა ადამიანმა გააკეთა YouTube არხი, მოგილოცავთ ყველას, რომლის ლინკიც იქნება ვიდეოს ქვევით აღწერაში და თხოვნა მექნება რომ გადახვიდეთ, გამოიწეროთ ნიკოლოზის არხი, ძალიან მაგარ ვიდეოებს აკეთებს. როგორც თევზაობაზე, ისე კულინარიაზე და ზოგადად ძალიან მრავალფეროვანი არხი აქვს და გირჩევთ რომ გამოიწეროთ მისი არხი. კიდევ ერთხელ მომავალ ვიდეოს ქვევით იქნება აღწერაში მისამართი. რაც შეეხება დღევანდელ თევზაობას, ჩემთვის უცნობი ტბებია, არ ყოფილი ვარ არასდროს და პირველად ვითევზავებ დღეს. ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით, რადგანაც უცხო წყალსაცავზე როცა მოდიხარ, ძალიან ბევრი ესე რომ ვთქვათ, გატესტვა გიწევს სატყუარების, ადგილების და გიწევს ბევრი სიარული, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია. ცოტათი ცივა, თუმცა ამ სიარულში ვფიქრობ, არ შეგწივდება და განხურდების თევზაობით. მოკლედ დავიწყოთ და ნახოთ ეტაპობრივად რა იქნება. ხა, შემოვედით ტყეში, დიღის ტბებზე. ზოგადად ძალიან ბევრი ტბა არის, პატარ-პატარა ტბებია და მოვედით ხა ერთ-ერთ ტბაზე და მინდა გაჩვენოთ რა მდგომარეობაშია. აი გასაზიზღრებულია, იმდენი ნაგავიყრია. შემიშვით მეგობრებო. აუ რა ხდება ეს რა არის? ანტისანიტარია. ნახე რა ხდება. იმედი მაქვს კარგად ჩემს. ნაგვით არის სავსე ეს ტბა. ამდენი ნაგავი ვინ დაყარა, როგორ დაყარა? საიდან მოუვიდა აზრი რომ ესე უნდა დაეყარა? მეგობრებო, მოვიდეთ ესეც ძალიან საინტერესო ადგილს. როგორც ვიცი, ამ ადგილებში ქორჭილა არის გაშვებული რამდენიმე წლის წინ. ზუსტად არ ვიცი რომელ ტბებზეა, ამიტომ დავდივართ და ვნახულობთ და ვტესტავთ ყველა ადგილს. საინტერესო ადგილია, ესეთი პატარა ჩავარდნილი ადგილია, პატარა ტბა არის დაგუვებული და ლამაზი ბუნებაა ძალიან. ერთი სამწუხარო ფაქტი ის არის, რაც წეგან ნახეთ, რომ ძალიან ბევრი ნაგავი იყრია სხვადასხვა ადგილებში, ამ ტბაზე სისუფთავია ჯერჯერობით. როგორც ჩანს, აქ არ დადიან არც მეთევზეები და არც ისე მოკეიფე ადამიანები და ჯერჯერობით სისუფთავე არის შენარჩუნებული. იმედი მაქვს, რომ ეგრეთ გაგრძელდება. შესანიშნავი ფოთოლი დავიჭირეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ფოთოლზე არ ვართ მოსულები. დღეს მიზანმიმართულად არ გვაქვს, ესე რომ ვთქვათ, თევზაობა დაგეგმილი, უფრო სატესტო ვარიანტები გვაქვს. დღეს გათვლილი ვფიქრობთ, რომ რამდენიმე ადგილს მოვივლით და გავტესტავთ და ვნახავთ რა ხდება სხვადასხვა ადგილებში. იქნებ მივაგნოთ რაიმე ისეთ ადგილს, სადაც არ არის ცნობილი, რომ თევზი ბინადრობს. ძალიან მეყვარს ეს ადგილებში სიარული, ძალიან საინტერესოა. რაც თავარია ის სიმშვიდეა, უსმინეთ, გავჩუნდები და მოусმინეთ თქვენ თვითონ. ძალიან ლამაზი ადგილებია. სულ რაღაც 200 მეტრში აი ჩანს კიდევაც შენობები არის, სპორტული კომპლექსები, ოლიმპიური ქალაქი და მის მოპირდაპირედ არის ეგრეთ წოდებული დიღმის ტბები, სადაც ესეთი ძალიან ლამაზი ადგილებია შესანიშნავი. პატარ-პატარა ტბები, დაგუბებები. ძირითად შემთხვევაში, როგორც ვიცი, აქ კარჩხანა ბინადრობს ამ ტბებზე. თუმცა ზაფხულში ძალიან ლამაზი იქნება. დღეს სატესტო გამოსვლა გვაქვს, იმიტომ რომ ზამთარში მოგეხსენებათ, მაინც და მაინც არ აქტიურობს თევზი. მაგრამ სახლში ჯდომას და არაფრის კეთებას ვფიქრობ, ჯობს გამოსვლა ბუნებაში, სუფთა აირზე. სიარული თუნდაც, ესეც ჯანმრთელობაა და იქნებ მოვახერხოთ დღეს რამდენიმე თევზის მოტყუება და დაჭერა მათი. ნახოთ ახლა გადავინაცვლებთ ცოტა ხანში
ძირითადად შემოსასვლელთან დიდი ტბები სადაც არის შედარებით და ნახოთ იქნებ რამე მოვახერხოთ. დიღმის ტბები. Შემიძლია ვთქვა რომ დღეს ვერაფერი ვერ დავიჭირეთ და ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და არც ერთი ჩარტყმა არ მქონია, მტაცებელი თევზის რა თქმა უნდა. დილას ვესაუბრე მეთევზეებს იდგნენ სპინინგზე და ესე მითხრეს რომ ვერაფერი ვერ დავიჭირეთ რამდენიმე დღეა უკეო და აქედან გამომდინარე მინდა ვივარაუდო რომ შეიძლება მითია რომ დიღმის ტბებზე არის მტაცებელი თევზი. რადგანაც, რა ვიცი, დავდივართ დღეს უკვე დაახლოებით 5-6 საათია და არც ერთ ტბაზე ერთი ჩარტყმაც კი არ ქონია. ძირითად შემთხვევაში სადაც თევზი ბინადრობს, მით უმეტეს მტაცებელი თევზი, თუნდაც ქორჭილა, ყოველთვის ესეთ გამჭვირვალე წყალში ნაპირებთან ახლოს პატარ-პატარა ბუჩქებთან რამდენიმე პატარა გუნდი მაინც დგას ხოლმე და თვალით ვიზუალურად ვხედავ, მაგრამ ამ შემთხვევაში დღეს დავდივარ უკვე 5 საათია და არც ერთი ლიფსი და არ შემინიშნავს მე არც ერთი თევზის აბსოლუტურად და შეიძლება ვივარაუდო რომ ფაქტიურად ნულზე არის დარჩენილი, იმიტომ რომ თევზი აშკარად აღარ არის ამ ტბებში. ნუინეს თუ რაიმე სხვა ინფორმაცია გაქვთ ამ ტბებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ უბრალოდ დაწეროთ კომენტარის სახით და ჩამისწოროთ, შეიძლება მივხვდები და ჩემი ინფორმაცია არ არის ბოლომდე სწორი, თუმცა სადაც მტაცებელი თევზი ბინადრობს, იქ ყოველთვის რაღაც პატარა შედეგი მაინც გექნება რა. შეიძლება ძალიან ბევრი კარჩხანა ამ ტბაზე და ძალიან მაგრად მოდის შემდგომაზე ზაფხულში, გაზაფხულზე არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მტაცებელ თევზს რაც შეეხება, რაზეც დღეს მე ვარ მოსული, ჯერჯერობით უშედეგოდ ვართ და დიდხანს აღარს გავჩერდები, რადგანაც მოვედი სიტუაცია ვნახე, პირველად ვიყავი დღეს ამ ტბაზე, ვარ უფრო სწორედ. სიტუაცია დახვდა ძალიან ცუდი. ტბის ირგვლივ ძალიან ბევრი ნაგავი ყრია, მოულელია ტბა, მიგდებულია, არავინ ყურადღებას არ აქცევს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს ეხება თბილისის მერიას, რადგანაც ეს როგორც ვიცი, ეს ადგილები არ არის კერძო, არავის არ აქვს ნაყიდი და მერია არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე, გარემოს დაცვა. ძალიან სამწუხაროა ესეთ ლამაზ ადგილებს ყურადღებას არ აქცევენ. ცოტა ცუდი ასასვლელი ჩამოსასვლელია ამ ტბებზე, თუმცა ექსტრემიც აუცილებელია. ოპა. ამოვედით შვიდობიანად, გადავიდეთ ახლა იქით ადგილას და იქაც ნახოთ რამდენიმე გატარება გავაკეთოთ და ცოტა ხანში წავალთ სახლისკენ. ნიკოლოზიც აგერ თავისი YouTube არხისთვის აკეთებს ვიდეოს და ერთ ამბავში ამოკლეთ. სელფი ჯოხი არ გაუგდია დღეს ხელიდან. მეგობრებო, დავასრულეთ დღევანდელი თევზაობა. მინდა საბოლოოდ შევჯამდეთ და მოგაწოდოთ ინფორმაცია. დიღმის ტბებზე 4 საათის თევზაობის შემდეგ არც ერთი ჩარტყმა არ ქონია მტაცებელ თევზის. რა ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა. ვფიქრობ, რომ მითია, რომ ძალიან მაგრად მოდის დიღმის ტბებზე მტაცებელი თევზი და ძალიან მაგრად იჭირება. არ ვიცი რამდენად სწორად გადმოცემ და რამდენად მითია და რამდენად სწორ ინფორმაციას ვავრცელებ, თუმცა დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, აშკარად არაფერი არ ხდება ამ ტბაზე და ვირჩევთ რომ არ წამოხვიდეთ და არ დაკარგოთ უბრალოდ წყვილად დრო აქ თევზაობით. რა თქმა უნდა, ყოველ კვირას უკვე გვექნება გასვლები სხვადასხვა ტბებზე გავალთ, მდინარეებზე და ისევ შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ვიდეოს. წელს კიდევ უფრო მეტი ტურნირი გვექნება, როგორც სპინინგზე, ასევე შვიდობიან თევზზე, ტივტივაზე და ასევე ფიდერის ფედერაციამ მოიფიქრა ძალიან მაგარი ლიგა, რომელსაც აუცილებლად გააკეთებენ და ეს იქნება სამოყვარულო ლიგა ფიდერში. ძალიან ბევრი გუნდი დარეგისტრირდა უკვე და ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი წელი გველოდება 2019-ში. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ვიდეოს ქვევით აღწერაში იქნება ჩემი მეგობრის ნიკოლოზ გარსენიშვილის YouTube არხის მისამართი, რომელსაც გთხოვთ, რომ გადახვიდეთ და გამოიწეროთ. ძალიან მაგარ ვიდეოებს აკეთებს ეს ადამიანი. ძალიან მრავალფეროვანი ვიდეოები აქვს. ასევე აქვე მინდა გითხრათ მათ, ვისაც არ აქვს ჩემი არხი გამოწერილი, გამოიწერეთ, მონიშნეთ აუცილებლად ზარიზღილაკი, რომ არ გამოტოვოთ არც ერთი ვიდეო, რასაც დავდეთ ჩემს YouTube არხზე. ამ დაგემშვიდობებით, როგორც ყოველთვის წარმატებულ თევზაობას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე. კარგად ბრძანდებოდეთ.